მოგესალმებით. მე ვარ ალექსანდრე მაჭარაშვილი. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ სამედიცინო მედიაციაზე. ლექციის მსვლელობისას მე გამოვიყენებ სლაიდებს, რათა უკეთ წარმოვაჩინოთ და განვიხილოთ სამედიცინო მედიაციასთან დაკავშირებული საკითხები. ჯანდაცვის სფეროში ადამიანის უფლებათა დაცვა ერთ-ერთი მწვავე პრობლემად რჩება საქართველოში. უკანასკნელ წლებში მიმდინარეობს ჯანდაცვის საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესება, რაც გულისხმობს მის შესაბამისობაში მოყვანას ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან. თუმცა რეალობა აჩვენებს, რომ სამედიცინო კლინიკებსა და დაწესებულებებში მომრავლდა პაციენტთა პრეტენზიები სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელთა მიმართ. ამის მიზეზად შეიძლება დასახელდეს სამედიცინო მომსახურების ნაკლოვანებები, პაციენტთა გაუთვითცნობიერება და ინფორმაციის ნაკლებობა. პაციენტებისა და სამედიცინო პერსონალის მიერ საკუთარი უფლებებისა და მოვალეობის შესახებ ინფორმაციის არ ქონა სამედიცინო სფეროში კანონმდებლობის ხარვეზები. განსაკუთრებით დაუცველნი არიან მარგინალური ჯგუფები, რომელთაც შეზღუდული ცოდნა და რესურსი გააჩნიათ საკუთარი უფლებების დასაცავად. ზემოთხსენებული პრეტენზიები კი წარმოშობს დავებს ბუნებრივი სამედიცინო სფეროში, რამაც გამოიწვია ისეთი სახის დავის მოგვარების საშუალების შემოტანა, როგორიცაა სამედიცინო მედიაცია. სამედიცინო მედიაცია კი საბოლოოდ ცალკე რეგულირების საგანიც გახდა ქართულ და არა მარტო ქართულ კანონმდებლობაში. ჯანდაცვის სფეროში დამკვიდრებული მედიაციის სამსახური დავების ალტერნატიული გზით გადაწყვეტის ინსტიტუტია, რომელიც ემსახურება კონფლიქტების თავიდან აცილებასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებაში ქმედითი ღონისძიების მიღებას. გარდა ამისა, მედიატორის დახმარებით ხდება ძვირადღირებული, დროში გაწელილი და მხარეებისთვის მეტად სტრესული სასამართლო პროცესის თავიდან აცილება. საქართველოში სამედიცინო დაზღვევის სფეროში მედიაციის დამკვიდრებამ საკმაოდ დადებითი როლი ითამაშა, რამაც განაპირობა საჯარო სამართლის იურიდიული პირის სამედიცინო მედიაციის სამსახურის შექმნა და მედიაციის სამსახურისთვის უფრო ფართო ფუნქციების მინიჭება. ქვემოთ მე მოკლედ მიმოვიხილავ სტატისტიკის მაჩვენებლებსაც და თქვენ დაინახავთ თუ რა დადებითი ნაბიჯი შეასრულა სამედიცინო მედიაციის შემოტანამ საქართველოს კანონმდებლობაში. სამედიცინო მედიაციის სამსახური ასრულებს მედიატორის როლს და ხელს უწყობს მხარეთა შორის წარმოშობილი დავების რეგულირებას. მნიშვნელოვანია, რომ სამსახური უზრუნველყოფს პაციენტის, ასევე დაზღვეულის, მზღვეველისა და სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლის კანონიერი ინტერესების დაცვას და მათ შორის სწორი კომუნიკაციის ხელშეწყობას. საქართველოში სამედიცინო მედიაციის სამსახური 2012 წლის 1 ივნისს დაფუძნდა. სამსახურის უფლებამოსილებაში შედის პაციენტისა და დაზღვეული მოქალაქეების უფლებების დაცვა. სამსახური ასევე აწესრიგებს ურთიერთობებს სამედიცინო დაწესებულებებსა და სადაზღვევო კომპანიებს შორის. ამასთან იგი იხილავს როგორც ფიზიკური პირების, იგივე საქართველოს მოქალაქეების მაგალითად, ასევე იურიდიული პირების მიმართვებს. სამედიცინო მედიაციის სამსახური ატარებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსს, რაც გარკვეულ სამართლებრივ პრობლემებს ქმნის, ვინაიდან ცალსახად წინააღმდეგობაში მოდის კლასიკური მედიაციის ცნებასთან და მისი განხორციელების მიზნებთან. მედიაციის სამსახურის უფლებამოსილებაში შედის როგორც დავების მოგვარება, ასევე მისი გადაწყვეტა და რეგულირება პირველი ინსტანციის სასამართლოსგან დამოუკიდებლად. ეს კი იმას გულისხმობს, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება, ამ შემთხვევაში შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ახორციელებს მართლმსაჯულებას, რაც შეიძლება მივიჩნიოთ ხელისუფლების დანაწილების კონსტიტუციურ პრინციპთან წინააღმდეგობაში მყოფ რეგულირებთან. ქვემოთ მოგახსენებთ, რომ მათ შეუძლიათ გადაწყვეტილების მიღება. როგორც მოგეხსენებათ, კლასიკურ მედიაციაში კი მედიატორი გადაწყვეტილებას არ იღებს. ის მხოლოდ დამხმარეა და ეხმარება მხარეებს კოოპერაციულ ურთიერთობის დამკვიდრებასა და თანამშრომლობაში. გადავიდეთ სამედიცინო მედიაციის პროცედურაზე. სამედიცინო მედიაციის პროცედურა დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის 2012 წლის 29 თებერვლის მე-80-ე დადგენილებით. დადგენილების მესამე მუხლი განსაზღვრავს სამედიცინო მედიაციის წარმოების პრინციპებს და ამ სამსახურის უფლებამოსილების სფეროს. ამ მუხლის მიხედვით სამედიცინო მედიაციის სამსახური უფლებამოსილია განიხილოს სარჩელი და მიიღოს პირთა თანასწორობაზე დამყარებული გადაწყვეტილება ან რეკომენდაცია ისეთი ხასიათის ქონებრივ დავაზე, რომელიც 2012 წლის 1 მარტის შემდგომ წარმოიშვა მხარეებს შორის. კერძო დავა შეიძლება იყოს წარმოშობილი პაციენტსა და სადაზღვევო ორგანიზაციას შორის და სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელს შორის, ან პაციენტსა და სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელს შორის.
სამედიცინო მედიაციის სამსახურის ზემოთხსენებულ მხარეებს შორის წარმოშობილ დავას განიხილავს სახელმწიფო ავტონომიური ან ადგილობრივი რესპუბლიკის ბიუჯეტიდან მოსახლეობისთვის სამედიცინო მომსახურების ჯანმრთელობის დაზღვევის შესაბამისი პროგრამის ფარგლებში. აგრეთვე თუ მხარეებს დადებული აქვთ ხელშეკრულება, ან არსებობს მათ შორის რაიმე შეთანხმება დავის სამედიცინო მედიაციით გადაწყვეტის შესახებ. მათთვის ამ სამსახურების გადაწყვეტილება არის სავალდებულო. ამის საპირწონედ, თუ მხარეებს შორის არ არის დადებული ხელშეკრულება და არც რაიმე შეთანხმება დავის მედიაციით გადაწყვეტის შესახებ, მაშინ სამედიცინო მედიაციის სამსახური განიხილავს დავას და გამოსცემს რეკომენდაციას, რომელიც არ არის მხარეებისთვის სავალდებულო ხასიათის და ისინი თუ არ დაეთანხმებიან რეკომენდაციას, მაშინ დავის არსებითი განხილვა სასამართლოში გადაინაცვლებს. ბუნებრივია თუ ამას მხარეები მოითხოვენ. ხოლო იმ შემთხვევაში თუ სამედიცინო მომსახურების ან სამედიცინო დაზღვევის ფინანსური უზრუნველყოფა არ ხორციელდება შესაბამისი ბიუჯეტის ფარგლებში, დავა შეიძლება განიხილოს მედიაციის სამსახურმა, ან მხარეები მიმართავენ სასამართლოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ასეთ დროს მედიაციის სამსახური დავის განხილვისას ხელმძღვანელობს ანალოგიური სქემით. ანუ მხარეების შეთანხმების შემთხვევაში იღებს სავალდებულო გადაწყვეტილებას მედიაციის პროცესით, ან იძლევა რეკომენდაციას, თუ მხარეებს შორის არ არის შეთანხმება. სამედიცინო მედიაციის სამსახური ითვალისწინებს რა მედიაციის ცნებასა და მის მიზნებს დავას განიხილავს მხარეთა თანასწორობის პრინციპის გათვალისწინებით. მხარეები ასეთ მედიაციის დროსაც სარგებლობენ თანაბარი უფლებით. მათ აქვთ ვალდებულება დაასაბუთონ საკუთარი მოთხოვნები, უარყვან ან გააქარწყონ მეორე მხარის მოთხოვნები, მოსაზრებები და მტკიცებულებები. რაც მთავარია, ორივე მხარეს აქვს შესაძლებლობა გამოხატოს თავისი პოზიცია სადაო საგანთან დაკავშირებულ ნებისმიერ თემაზე. სამედიცინო მედიაციის სამსახური საქმიანობის დროს ხელმძღვანელობს ჯანმრთელობის დაცვის შესახებ საქართველოს კანონით, აგრეთვე სამოქალაქო საპროცესო კოდექსით, პაციენტის უფლებების შესახებ საქართველოს კანონით და სამედიცინო მედიაციის პროცესთან დაკავშირებული დებულებების მიხედვით. სამედიცინო მედიაციის საბჭო არის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალურ ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ორგანო, რომლის შემადგენლობაშიც შედიან სამინისტროს სამედიცინო მედიაციის სამსახურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის შესაბამისი თანამდებობის პირები. სამედიცინო მედიაციის საბჭოს უფლებამოსილებაში შედის მედიაციის სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ან რეკომენდაციების დადასტურება. აგრეთვე საბჭო კოორდინაციას უწევს მთლიანად მედიაციის პროცესს, მათ შორის მტკიცებულებების მოპოვებასა და ექსპერტების მოწვევის საკითხებსაც. გადავიდეთ მედიატორის უფლებამოსილებებზე სამედიცინო მედიაციაში. მედიატორმა უნდა შეძლოს თავიდან აიცილოს ინტერესთან დაკავშირებული კონფლიქტი და რეაგირება მოახდინოს ინტერესთან კონფლიქტის ფაქტებზე. ზემოთხსენებული დადგენილების მეხუთე მუხლი მედიატორს ეხმარება აღნიშნულის განხორციელებაში, თუ მან ეს თავად ვერ მოახერხა. ამ მუხლის მიხედვით მედიატორს უფლება არ აქვს გაამჟღავნოს არასამსახურეობრივი მიზნისთვის გამოყენებული საიდუმლო ან მასთან შემცვლელი ან სხვაგვარად კონფიდენციალური ინფორმაცია, რომლის საჯაროობაც შეზღუდულია მოქმედი კანონმდებლობით და ეს მისთვის ცნობილი გახდა სამედიცინო მედიაციის განხორციელების დროს. ასევე მედიატორს არ აქვს უფლება მედიაციასთან მიიღოს ან მოითხოვოს ანაზღაურება ქონებრივი ან სხვა სიკეთის სახით, გარდა იმ ანაზღაურებისა, რაც წინასწარ განსაზღვრულია მედიაციისთვის. ასევე მან არ უნდა მიიღოს მონაწილეობა ისეთ საქმეში, სადაც მხარედ არის ჩართული ის კომპანია, რომელშიც მას უკავია თანამდებობა ან იმყოფება მასთან შრომით ურთიერთობაში. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით, ასევე მედიატორი არ უნდა ჩაერიოს საქმეში, სადაც მხარედ არის წარმოდგენილი მისი ახლო ნათესავი. მედიატორი, რომელსაც აქვს რაიმე პირადი ან ქონებრივი ინტერესი გადაწყვეტილების მიღების დროს, მას აკისრია ვალდებულება ამის თაობაზე წინასწარ აცნობს მედიაციის სამსახურს და უარი თქვას პროცესში ჩართვას. მედიატორის წინააღმდეგ დადგება კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. თუ მან საქმის განხილვამდე იცოდა ისეთი გარემოების შესახებ, რაც ინტერესთა კონფლიქტს გამოიწვევდა და არ გაამხილა ის გადაწყვეტილება, რომელიც ინტერესთა კონფლიქტის პირობებში იქნება მიღებული, პირდაპირ გამოცხადდება ბათილად. რაც შეეხება სამედიცინო მედიაციის სამსახურის საფასურს, ამ სამსახურის მიერ გადაწყვეტილების გამოტანა ან რაიმე რეკომენდაციის გაწევა მოსარჩელი იურიდიული პირისთვის ან მოპასუხისთვის განისაზღვრება 500 ლარის ოდენობით.
იურიდიულ პირს უბრუნდება მის მიერ გადახდილი საფასური, თუ დავა დასრულდა ფიზიკური პირის სასარგებლოდ. გადავიდეთ თვითონ სამსახურის ორგანიზაციულ სტრუქტურაზე. მედიაციის სამსახურს სათავეში უდგას სამსახურის უფროსი, რომელსაც ჰყავს მრჩეველი, წარმომადგენელი და მოადგილე. ხოლო მოადგილის დაქვემდებარებაში შედის ადმინისტრაციული სამმართველო, დავების რეგულირების სამმართველო და დავების აღსრულებისა და მონიტორინგის სამსახური. აღნიშნულ სამსახურებში სამუშაო თემები განაწილებულია შესაბამისად და წარმოდგენილია შემდეგნაირად. დავების განხილვისა და რეგულირების დროს სამუშაო პროცესში შედის მედიაცია, განხილვა, რეგულირება, სატელეფონო მომსახურება და ადმინისტრაციული წარმოება საჯარიმო სანქციების. ქონებრივი დავების განხილვის დროს ხდება როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირების სარჩელების განხილვა და რეგულირება. მონიტორინგის და ანალიზის დროს ხდება ანგარიშგება, სტატისტიკის დამუშავება და ხარისხობრივი და პროცედურული მონიტორინგი, ასევე სხვა საკითხები. განვიხილოთ თუ რა პრაქტიკაა და როგორ გამოიყენება სამედიცინო მედიაცია საზღვარგარეთ. გამომდინარე იქიდან, რომ ჯანმრთელობის საკითხებთან დაკავშირებული დავები დაკავშირებულია მნიშვნელოვანი ოდენობის თანხებთან, სამედიცინო მედიაციის პრაქტიკა დანერგილია საზღვარგარეთაც, რითაც ცდილობენ ამ ხარჯების შემცირებას. სასამართლოს ჩარევის პირობებში ცხადია ხარჯები გაცილებით დიდია. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში 1998 წელს დაინერგა აღნიშნული ინსტიტუტი, რომელსაც გამოაქვეყნდა პროტოკოლი ჯანდაცვის საკითხებში სათანადო სამართლებრივი პროცედურების შესახებ, სადაც რეგულირებული იყო ჯანდაცვის სფეროში კონფლიქტებისა და სხვადასხვა დავების მოგვარების ხერხები მედიაციის ინსტიტუტის მეშვეობით. დიდ ბრიტანეთში კი ჯანდაცვის სისტემაში მედიაციის საპილოტო პროგრამა 1995 წლიდან განხორციელდა, რომელმაც აჩვენა, რომ დავის ალტერნატიული გადაწყვეტა მეტად ეფექტური და მომგებიანია ვიდრე სასამართლო პროცესი. როგორც დასაწყისში შეგვერდით, ახლა ნახოთ თუ რა სტატისტიკური მაჩვენებლები აქვს მედიაციის სამსახურს საქართველოში. მედიაციის სამსახურის 2013 წლის ანგარიშის მიხედვით, მედიაციის სამსახურმა სულ განიხილა 53 სასარჩელო მოთხოვნა, რომელიც ჯამში შეადგენს 3.516.922 ლარს ფინანსური დავების განხილვისას. აქედან შემთხვევების 69% დასრულდა მორიგებით, ანუ დაახლოებით 1.191.870 ლარზე. მოდოვე მხარეებს შორის შედგა კომუნიკაცია 1.101.618 ლარზე, ხოლო მიღებულ იქნა რეკომენდაცია 117.157 ლარზე. 2012 წლის დეკემბერში პირველად შეიკრიბა სამედიცინო მედიაციის საბჭო რეკომენდაციების მისაღებად. სულ საბჭოს ორ შეხვედრაზე განხილული იქნა 3 სასარჩელო დავა და მიღებულ იქნა შესაბამისი რეკომენდაცია. ფიზიკური და იურიდიული პირები სამედიცინო მედიაციის სამსახურს უკავშირდებიან სამინისტროს ცენტრალური ცხელი ხაზის მეშვეობით ნომერზე 1505. 2012 წლის 1 ივნისიდან 2013 წლის 1 ივნისამდე სამსახურში სულ შემოვიდა 122 სარჩელი. ამათგან 104 სარჩელი შემოტანილია იურიდიული პირის მიერ, დაახლოებით 13 მილიონი ლარის მოთხოვნით, ხოლო 18 სარჩელი შემოტანილია ფიზიკური პირის მიერ, საიდანაც 45 სარჩელზე წარმოება დასრულდა მორიგებით, 2 სარჩელზე იქნა მიღებული გადაწყვეტილება, 20-ზე კი მიღებული რეკომენდაცია. 27 შემთხვევაში მოსარჩელამ სარჩელი გამოიხმო მედიაციის სამსახურში სარჩელის შემოსვლის შემდგომ, მოპასუხემ შეასრულა მასზე ნაკისრი ვალდებულებები. 11 სარჩელზე კი მოსარჩელამ განაცხადა უარი მედიაციის სამსახურში სარჩელის შემოსვლის შემდგომ. მხარეებს შორის შედგა კომუნიკაცია და შემდგომ შეთანხმება. 8 სარჩელი არ იქნა მიღებული წარმოებაში, ვინაიდან არ განეკუთვნებოდა მედიაციის სამსახურის კომპეტენციის სფეროს. 2 სარჩელი დარჩა განუხილველი მოსარჩელის გამოუცხადებულობის გამო. 5 სარჩელზე კი შეწყდა წარმოება, არ განეკუთვნებოდა მედიაციის სამსახურის კომპეტენციას. 2 სარჩელზე ახლაც მიმდინარეობს წარმოება. აქედან გამომდინარე, ცალსახაა, რომ მედიაციის სამსახური არის ეფექტური და მხარეებს ურჩევნიათ, რომ მიმართონ მედიაციას, ვინაიდან პროცესი მეტად მოკლე არის და მათი ფინანსური დანახარჯები შეიძლება მხოლოდ 500 ლარი იყოს. სასამართლოში კი მოგეხსენებათ, ხარჯები ბევრად მეტია. განსაკუთრებით კი დროის ხარჯები. მედიაციის სამსახურმა ამ მოქმედების მომენტიდან დაახლოებით 2 მილიონი ნახევარი ლარის ღირებულების დავების გადაწყვეტა შეძლო. აქედან ერთ-ერთი უმსხვილესი 1,5 მილიონი ლარის ღირებულების დავა მხარებთან მორიგებით დასრულდა. დღითი დღე მეტი ადამიანი და ორგანიზაცია ინტერესდება სამედიცინო მედიაციის მომსახურებით. სტატისტიკურად კი დავების 80%-ის განხილვა სამედიცინო დაწესებულებასა და სხვადასხვა ორგანიზაციას შორის მიმდინარეობს. დაინტერესების ზრდა კი განპირობებულია იმ უპირატესობებით,
რაც ზოგადად მედიაციის პროცედურას გააჩნია და რაზეც ჩვენ უკვე წინა ლექციებზე ვისაუბრეთ. სამედიცინო მედიაციამ მხარეებს შეუმცირა დავის გადაწყვეტის გაღებული ხარჯები, ასევე შესთავაზა დავის ეფექტური და დროული გადაწყვეტილება. თუმცა მიუხედავად წარმატებული დასაწყისისა, არსებობს გარკვეული საკანონმდებლო ხარვეზები, რომლებმაც შეიძლება რიგი პრობლემები წარმოშოს მედიაციის პროცესის განხორციელებასა თუ მის შემდგომ ეტაპებზე მისი დანერგვისას. ისინი აუცილებლად საჭიროებენ გამოსწორებას, მაგრამ რაც მთავარია, მედიაციის სამსახური სამედიცინო სფეროში დაინერგა და ის უკვე წარმატებით ახორციელებს თავის ფუნქცია-მოვალეობას. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.